რაც შეეხება უჩვეულო სიხარულებს, ისინი ვერასდროს გაბედავენ ჩვენს გვერდით ყოფნას კუბოს კარამდებაშისა და ისინი ვერასდროს შეინარჩუნებენ ჩვენს high brains, რომ ყოველ ჯერზე ასაფრენად ფსკერი არ დაგვჭირდეს. დანახულთაგან უფრო ჭარბია ის, რასაც იაპონელები ავარეს უწოდებენ, საგანთა სევდიანი ხიბლი. მისი ერთგვარი მეტაფიზიკური ტკივილი საყოველთაო ერთიანობიდან გამოცალკევების თითქოს გამოდევნის გამო. ხანდახან ეს უფრო სხეული ნიღბებია იმ წინასწარის სევდის კვალით, იმ გზის გამო, რომლის გავლაც მოუწევთ, სანამ კვლავ არ დაუბრუნდებიან საყოველთაო მთლიანობას. ამ დღემ ვიდრე ჩვენამდე მოვიდა, იგივე სივრცეები და სამყაროები მოიარა, რაც სხვამ გამორჩეულმა. სამეფო ტახტზე ან დიდი სიყვარულის კალთაში რომ მოგვისწრო. ამასთან ეს დღე თავისი მოსასხამის ქვეშ ეგებ ნაკლებ ბრწყინვალე წუთებსაც მალავს, სამაგიეროდ უფრო მორიდებულად ერთგულებასაც. ეს ის ყოვლის მომცველი საათებია, როდესაც სხეული მისი პირველადი გამჟღავნების სიხარულით შემოგვეფეთება და მთელს ჩვენს გულის ყურს ატყუებს ისე, რომ მას ჯერ არც სახელი აქვს და სხვა ყოფიერთა მსგავსად არც დროში ჩართულა, როგორც ჩვენი არსებობის კონტექსტის ამგები. ეს არ გახსენება იმ განცდის, რომ საგანი კი არ არის, არამედ ახლა იბადება შენს მიერ მის სახელდებასთან ერთად და რომ თუ არა ეს სახელდება, ის კვლავ მიუბრუნდება ამორფულ პირველ მატერიას, როგორც სამყაროს მუდმივი ცვალებადი სუბსტანციების შემთხვევითი ნაყოფი. Options that's what. ნაკეისრალიციდან სამშობიარო ტკივილების ბიბლიებით გადმოგეყარა. უპირობო სიყვარულის სისხლისფერი ჰორიზონტი. რა ლამაზი მიყავი. მაიამი სულიად დასასრულს ცხოვრებაში შეიძლება არსებითი მნიშვნელობა მაინც და მაინც არ ქონდეს. ეს მოხდები ხვალ თუ მასზე ან უშინ მოხდებოდი თუ არა. აქ არის რაღაცნაირი იძულება ადამიანად ყოფნის მისტერიის განმეორების. ისევე როგორც ამას მისი მშობელი, მისი ბებია, ბაბუა, კიდევ უფრო დიდი ბებია, ბაბუა, კიდევ უფრო ზევით და 1000 წლეულების, 10,000 წლეულების და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ადამიანი რაღაც უცნაური იძულების გამო იმეორება. ვიღაცამ შეიძლება სიცოცხლის სიყვარული დაარქვას, ვიღაცამ შეიძლება სიცოცხლის აუცილებლობა. წერდა გეუბნები, რომ შენი სასწაული, როგორც მთელი ყოფიერების ხვევრივი წყარო, სინამდვილეა, რომ ფაქტი რომ ვერავინ განუგეშებს და საკუთარ თავს, როგორც უფრო დასრულებულ ადამიანს ვერ იყიდის ფაქტებით და სახელებით დაფარული მეინსტრიმული აბსურდია. ნამდვილად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ არ იცნობენ ყველა ძალას, რომელიც მათ გეგმებს უპირისპირდება. მაგრამ ამ ძალებს ისინი ისევე გაბედულად ებრძვიან, თითქოს ისინი არც არსებობენ. და ხშირად იმარჯვებენ კიდეც. ჩვენ განსაკუთრებით ვამყარებთ ჩვენს უსაფრთხოებას, მშვიდობას და ბედნიერებას იმ დღეზე, როცა ჩვენივე არცოთა და დაუდევრობა ფატალობად აღარ მოიხსენიებს მას, ვისაც აზროვნებას ბუნებრივი და ადამიანური უნდა ეწოდებინა. სუსტი და კეთილშობილი ადამიანი.